ხო, დღეს ხედავთ ძალების დემონსტრირების რაღაცა სხვადასხვა პერფორმანსებს, ხო? ერთი არის რომ რაღაც პროკურატურა ამბობს რომ ეხლა ჩვენ გავაუქმებთ თუ ვიღაცებს დავიჭერთ თუ დავტოვებთ ციხეში, მეორე არის როცა საპატრულო პოლიციის ლავის შემადგენლობას მოიყვან ერთ ქუჩაზე იმისთვის რომ 50-ია კაცუკი როგორც თვითონ ამბობენ ვერ კეტავდეს ქუჩას, ხო? თავისთავად რაღაცა აბსურდი ხდება. ამ საკუთარ მომხრეებს ეუბნებიან რომ ეხლა ჩვენ დაგვჭირდა რეალურად ამდენი ხალხის მოყვანა იმისთვის რომ ეს საწყალი 50 ადამიანი არ უზღუდავდეს 1.5 მილიონ ადამიანს გადაადგილების უფლებას. და აი მე ხარ ბოლოს 3 კვირა უყურებ თბილისის პატრულის სამმართველოს უფროსი როგორ დგას იქ ყოველ საღამოს და ხელმძღვანელობს რაღაც აბსურდს, ხო? წარმოიდგინეთ, წდება ასე ვთქვა. ყველაზე მნიშვნელოვანი სამსახურის უფროსი დგას და აკონტროლებს რომ ვიღაც პირბადე ხო არ უკეთია, ვიღაცა ხო არ გადმოვიდა ქუჩაზე, იქ დროზე დააკავეს თუ არა, თან რეალურ საქმეს მოწდა ეს ადამიანი. ხო, რასაც უნდა ეს გახდა მისთვის რეალური საქმე, რომ იქ ჩასაფრებული დგას და ელოდება, როდის გამოაცილებენ მეგობრები პედაგოგს, რომ იმისთვის რომ პედაგოგს ეს რაღაცა მარტა ჩაავლოს ხელი და წაიყვანოს მანქანისკენ, მე ცოტა ნაბიჯს მოუჩქაროს, რომ ამან რაღაცა კიდე ექშენი შექმნას, რომ მე გადაიღოს თქვა პოზიტივი მან იმედმა და აჩვენოს, რომ აი ჩვენ ძალები ჯერ კიდე გვაქვს და ეს არის უბრალოდ ძალოფლების პერფორმანსი, მეტი არაფერი არ არის, ანუ ამას პოლიტიკასთანაც კავშირი არ აქვს, იმიტომ რომ პოლიტიკური გზა პრობლემების გადაჭრის და კრიზისის გადაჭრის ეს ნამდვილად არ არის. უბრალოდ ეს რახან პოლიტიკოსები რეალურად ქართულ ოცნებაში არც არის, იმიტომ რომ პოლიტიკოსებს შეუძლიათ დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება, ან შეიკრიბონ, იმშელონ და გადაწყვეტონ და ისინი რეალურად ივანიშვილის დავალებებს ასრულებენ, დამოუკიდებლად ვერც იღებენ გადაწყვეტილებას, ვერც ლაპარაკობენ. ანუ ეს რომ მოусმინოთ ქართული ოცნების წევრებს, ყველა ერთ-იგივე ფრაზებს ამბობს და ერთ-იგივე ტექსტს იმეორებს. ანუ მათ უთხრეს რომ ეს უნდა თქვა და ისინი იმეორებენ წყობრად, ხო და ჩვენ მხარეს არის ძალა რეალურად, ხო არა? ჩვენ ძალის პოზიციიდან ველაპარაკებით მათ. ანუ ადამიანი რომელიც ამბობს რომ მე მზად ვარ რომ დამიჭიროთ, ის ძალის პოზიციიდან ველაპარაკება, ხო? ანუ ის პატრულს სიამოვნებაში ძალა არ აქვს. ანუ პატრულის უფროსი, რომელსაც ძალა აქვს, იზის თავის კაბინეტში ეწევა სიგარას, ხო? ფილმებში რაც გვინახავს და არა დგას იქ ჩასაფრებული იმის აგა პირველი სკოლის ეზოში რომ ხო არ გამოიარა გაგვასწრო, არ გაგვასწრო, აი ეს სიტუაცია რომ მეორე დილით მიატყეს. თან კომიკურია და ტრაგიკულია. მართლა აქამდე დაიყვანეს, ხო? წარმოიდგინეთ სახელმწიფო ინსტიტუტი გაუფასურეს, ასე ვქვია, კაზაკი რაზბონიკი იყო ჩემ ბავშვობაში ეგეთ თამაში და აი ეგ თამაში არის, ამ თამაშით არის დაკავებული რომ რაღაცა დამალოვანა და დაჭერობანა და სიმონ ბოდიში განვაახლებ ინფორმაციას, ახლა ხედავთ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ასევე მომიტინგეებმა გადაინაცვლეს უკვე მთავრობის ადმინისტრაციიდან კვლავ მსვლელობით, როგორც რეპორტიერი გვეუბნება რუსთაველის გამზირისკენ, ამ მსვლელობას ახლა ჩვენ პირდაპირ ეთერის რეჟიმში ვადევნებთ თვალს და აი გზებზე პროტესტის ფორმებზე როცა ვსაუბრობთ, სიმონ, აი ამ პროტესტის გაშლაზეც არის მინიშნება, რომ აი ეს არ უნდა იყოს ერთი კონკრეტული ლოკაცია, შესაძლოა მოიცავდეს სხვადასხვა ადგილს. თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ? ისეც ეგრე არის უკვე, ხო? ჩვენ სხვადასხვა ქალაქებში ხედავთ პროტესტს და პროტესტის ფორმები სხვადასხვა არის, ხო? ვიღაც ავტობუსში ადის და რაღაცა ბანერი უჭირავს, ვიღაცა თქვა ინტერნეტში ქმნის ახალ ვიდეოებს და დებს და აჩვენებს ხალხს, რომ სინამდვილეში ესენი ვინ არიან. მე მაგალითად ეხა ბოლო დროს რას ვაკვირდები, სულ უფრო და უფრო მეტი ხალხია ამაში ჩართული, იმიტომ რომ ხედავენ რომ ეს ციფრული სამყარო ცალკე კიდე არსებობს განსაკუთრებით ახალგაზრდების ცხოვრებაში, რომლებიც შეიძლება სულ არ მოდიან ესე მასობრივად სადღაც კონკრეტულ ადგილას, მაგრამ უყურებენ ამ რაღაცა სოციალურ ქსელებში გავრცელებულ მასალებს და ნაწილი მათთვის მნიშვნელოვანი არის, რომ საერთოდ გაიხსენოს ვინ არის ეს ხალხი, ვისაც ეხლა ამ პროტესტს აქვს ურთიერთობა, ხო? აი ძალიან ვიდეო იდება მაგალითად საჩას ივანიშვილის დაპირებები, რასაც წლების განმავლობაში იძლეოდა იმისთვის, რომ გაახსენა ხალხს ვინ არის ეს ადამიანი, ვისაც ეხლა ჩაგდებული აქვს ხელში საქართველოს. იმას ხედავთ, რომ მაგალითად სხვადასხვა ფორმებს აქვს, ხო? მაგალითად საზოგადოებრივი მაუწყებლის მარში აღარ დადის ყოველდღე, მაგრამ ხედავთ იმას, რომ მაგალითად გაჩნდა სახალხო მოამბე, გაჩნდა ეს რაღაცა პროპაგანდასთან ბრძოლის ორგანიზებული ჯგუფები. მაგალითად ის რომ ეხლა კანცელარიასთან იქნება ორშაბათს ასევე შეკრება იმისთვის, რომ იგივე ამ მარშმა აქტუალიზაცია გაუკეთოს
პრობლემას, რომ საქართველოს ტერიტორიების გასხვისება ხდება, უბრალოდ იმისთვის, რომ ვიღაცამ რაღაცა მეტი ფული მიიღოს პარტიისთვის თუ საკუთარი ჯიბისთვის თუ სხვა რაღაცა სარგებლისთვის. და ჩვენ ხედავთ ისტერიკასაც მეორე მხრიდან, რაც აჩვენებს, რომ სისუსტე არის, ხო? მაგალითად, რაღაცა კობახიძე უკვე იმუქრება, რომ არავის არ მიცემთ უფლებას, რომ საინვესტიციო პროექტები შეაჩეროს, ან იქ ვიღაცებს საზღვარგარეთ ემუქრებიან, რომ ჩვენ რაღაც არ დავიხებთ უკან. სიამბლეში ეს პროკურატურის დღევანდელი გამოსვლის პასუხი არის გუშინ წინდაურ განცხადებაზე, სადაც იყო პირდაპირ ნათქვამი, რომ შეეშვით პოლიტიკოსების ჩასმას ციხეში და მერე შეგვეძლება რომ ვილაპარაკოთ. ეს არის მათი პასუხი. ხო ეს ჩვენ გვაჩვენებენ, რომ აი რა მაგრები არიან, რომ შეუძლიათ ასე უპასუხონ და იმათაც ცხადია რაღაც ზამნოს უგზავნიან იმას დაკავშირებით თუ რაზე არიან წასვლელები და როცა შანტაჟზე გადადიხარ და როცა რაღაცა ხელებს და ფეხებს ისე იქნებ რომ აღარ იცი რას მოგიტანს, ეგ ნიშნავს რომ უკვე სუსტის პოზიციიდან მოყავ, იმიტომ რომ პოლიტიკის წარმოება უკვე აღარ შეგიძლია.